გამარჯობათ, მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს. Თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა მემკვიდრეობას. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი ვარ. დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ ბატონ შალვა გერაძის მოჭედილ დაწერილ ხატებს. ბატონი შალვა არის დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. შეგახსენებთ, რომ იგი გახლავთ ხატმწერი, ხატმჭედი, ფერმწერი, გრაფიკოსი, ხეზეჭრის ოსტატი და ლითონის მხატვრული დამუშავების ოსტატი და არაჩვეულებრივი ადამიანი. ბატონო შალვა, ვინაიდან სულ ახლა ხანს იყო დავითობა დღე, დავიწყოთ საუბარი დავითის ხატებით. თქვენი მოჭედილი დაწერილი ორი ხატი არის და შევახსენოთ და მეორე გელაჩი. დიახ, დღეს სიახლეებზეც ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, გაჩვენებთ ბატონი შალვას ნამუშევრებს და გეგმებზეც ვისაუბრებთ და წმინდა დავით აღმაშენებლის ხატებით დავიწყოთ და თან ვიდეო მასალასაც გაჩვენებთ პარალელურად. მოგესალმებით, თებერვალი არის დავითის თვე, 8 თებერვალს ჩვენ ვიმყოფებოდით ქუთაისში გელაჩი, სადაც დავით აღმაშენებელი არის ჩემ ძალიან ყველაზე დიდი ხატი ჩემ შემოქმედებაში, ხატწერაში 12 ნახევრიანი, რაზეც 3500 თვალია განლაგებული ზედ და რაც მთავარია, თან თუ შეიძლება ვაჩვენოთ ეს ხატები, გვაქვს ვიდეო მასალადია. და რაც მთავარია, ეს ხატი არის ძალიან მძიმე და მოლბერძია დამზადებული, იმიტომ იქ კედელი სულ მოხატულია. გელათის მონასტერშია დიდ ტაძარში, მთავარ ტაძარში, ხო? მაგრამ ამჟამად რემონტი არის და ამჟამად რომ დაინტერესდეს შეიძლება ეს რუისი არის. რუიში გავაკეთეთ ჩვენ პირველად დავით გელაძე ადრე გავაკეთეთ რუიში, სადაც დავითი მოინათლა, იმ ტაძარში მივაბრძანეთ ეს ხატი, შემდეგ გადააბრძანეს დავითის სახელობის ტაძარი აშენდა უკვე და იქ არის უკვე 3 წელია, 4 წელია იქ არის ეს ხატი. ხო და გელათის ხატი უფრო დიდი არის, იმიტომ დიდი ხატი ახლა დიდი და პატარა არ არსებობს, მაგრამ სხვა რო მთლიანად არ ჩნდება ეკრანზე რა ალბათ ტექნიკური პრობლემა. მაგრამ არა უშავს, მაინც წარმოდგენა მიეცემა მაყურებელს და გელათის ხატზე არის 3500 თვალი განლაგებული ზედ და ძალიან დიდი მძიმით 200 კილოა წონით ეს ხატი და ცოტა გაგვიზნელდა მაგის ჩაბრძანება, მაგრამ სამაგეროდ კარგად იმ წელს ძალიან დიდი. რომელი წელი იყო? 8 თებერვალი. რომელი წელი იყო? ეს იყო დაახლოებით 2020 წელი. 2020 წელი და ძალიან ესე იგი გაგვიჭირდა მიბრძანება, დიდი თოვლი მოვიდა იმ 8 თებერვალს იმ დროს და მე მეუფემ დაგვრთონება, რომ დიდი მანქანით შესულიყავით, ხელით არ შეიძლებოდა შებრძანება, გელათის სეზონში ძალიან თოვლი იყო და მე გადმოაბრძანეს ეს ჩოხოსნემა. ჩოხოსნემა გადმოვიდა, დახვდა იქ ჩოხოსნები, მომღერლები და საკმაოდ კარგად მიიღეს ეს ჩვენი ხატი. და რუიში კიდე მეუფეებმა რო გახსნა ის ახალი ტაძარი, იქაც დიდი პატივისცემით გადააბრძანეს, ესე ერთი ტაძარი და მეორე ტაძარში მოხდა მისი გადაღება. ეს არის დაახლოებით მუშაობის პროცესებიც არის აქ ნაჩვენები. წელიწად ნახევარი მუშაობდი ამ ხატზე, იმიტომ ძალიან რთული ხატია ჩემს ნამუშევრებში. უფრო რთული შეასრულება, იმიტომ მე ყველას აქ გაკეთებული მეფე ანაფორაში, ასეთ აი მეფის ანაფორაში და მე ავირჩიე გელათის ფრესკიდან. გელაჩის ხატზე გელათის ფრესკიდან ავირჩიე მისი ჩაცმულობა და რთული შესასრულებელიცაა და სულ თვლებით არის სავსე მთელი ფარაჯა დასასმელი. მაგრამ საინტერესოა. ორივე ხატი ერთნაირია, მაგრამ მაინც არის განსხვავება რაღაცებში, იმიტომ რომ გელათის ხატს კიდე თან ახლავს ირგვლივ 10 ხატი, დამატებითი ხატი კიდე. ჩარჩო აქ ლითონის ჩარჩო, ორივეს აქ ლითონის ჩარჩო, მაგრამ აი ამ ხატს მარტო ორნამენტები აქვს და გელათის ხატში აი როგორც იქნა მთლიანად გამოჩნდა. ეს რუისის ხატია და გელათის ხატში კიდე ირგვლივ ჩარჩოში 10 ხატია განლაგებული. 10 ხატი ძალიან ვინ შეწირა ეს ხატები გელათს და რუის? აი ეს აუცილებლად უნდა გვეკრათ. თვითონ რუიში შეწირეს თვითონ იქაურმა მკვიდრმა, რომელიც წამოსული იყო თბილისში, და იმათმა გააკეთეს ეს ხატი. ეს რუისის კადრებია? ეს რუისის კადრებია, დიახ, როცა შებრძანება ხდება ტაძარში, ხო და გელათში კიდე დავიწყეთ შეწირვა ქუთაისში აღმოჩნდა ერთი პიროვნება და იქ საინტერესო და უნდა მოყვერო და მე ამ პიროვნებას ცოტა
ჩაუვარდა ბიზნესი ასე რომ თქვა და ბოდიში მომიხადა ვეღარ გემტო ძალიან დიდი ძვირი ჯდებოდა 20000 ლარი მარტო მასალა დაჯდა თლები ლითონი რა ბევრი და ამ პიროვნებას შემოტყობინა თავის დროზე მაგრამ მე თვითონ ვერ შევჩერდი იმიტომ რომ მე თქვი ჩემამდე არავინ არ გააკეთა ამ ხელახატი და მე მომეცა მის საშუალება თქვა და მე ჩვენ მოვიძიეთ მე და ჩემმა შვილებმა ფული ვისესხეთ ასე რომ თქვა ფულები და დავიწყეთ მუშაობა რომ არ შეიძლება თქვენ რომ მითხარით ერთ ოთახიანი ბანკში ჩავდეთ თუ ეს შემთხვევაა კი მართალია მაგრამ მაინც არ მინდა მაგის აფიშირება მაგას ფული მოვიძიეთ ასე რომ თქვა უფრო ასე უფრო სწორია ანუ თქვენმა ოჯახმა და იმ ბატონმა ჩვენმა ასე რომ ჩვენ ფაქტიურად წელიწად ნახევარი მუშაობა და პლუს მასალის ფული მაგრამ როცა ჩავაბრძანეთ წამოყვა მთელი საქართველოს ინტელიგენცია ცნობილი მეცნიერები სპორტსმენები ხელოვანები თუ ვინმე 3 ავტობუსი ვიყავით დიდი ავტობუსი მე მარშრუტკი ეს თვითონ ხატები დაბრძანებული იყო ცალკე ერთ-ერთი მანქანაში მცირე მარშრუტკაში იყო დაბრძანებული რომელსაც სკამები რომელსაც ბილზე დაახლოებით 10 გუბკა ვიყიდე რომ დავითი არ შეწუხებულიყო და იმიტომ მაგის ხელში დაჭერა არ შეიძლებოდა ძალიან მძიმე და ამიტომ ესე დაბრძანებული დიდი პატივით ჩავაბრძანეთ და აი დავასრულებ იმას რომ ფაქტობრივად ჩვენი ოჯახი შეწირული გამოდგეს ესა იმ ბატონის ვინაობას არ ვამბობ იმ ბატონის ვინაობას არ ვამბობ იმიტომ რომ იმან ვერ გადაიხადა ეს ფული და შეწუხებული არის და მე გამოვიდა ისე რომ მარტო მომიწია ამის გაკეთება და სხვათა შორის მე რო ჩავაბრძანეთ ეს ხატი მე გამოჩნდა ადამიანები აუ სად ვიყავით ჩვენც გავაკეთებით რაღაცას და ეს ბევრჯერ ხდება სხვათა შორის გაკეთებულზე ყველა მეუნება რომ ჩვენც გავაკეთებთ და მომდევნო ხატებზეც რო დამჭირდა ხანდახან დახმარება ხო იქაც ვაწუხე ადამიანს და თავს იკავებენ ასე რომ მე ხშირად ვამბობ რომ მორწმუნე ხალხი ჩემთან მოდის ძალიან ბევრი და მორწმუნე ხალხს ფული არ აქვს და ურწმუნოს კიდე ბევრი ფული აქვს მაგრამ იმას ხეთი არ აინტერესებს ამიტომ მიხდება სხვათა შორის ხანდახან ძალიან ხშირად მუშაობა ჩემი ინიციატივით და ერთხელ მეუფერიობა მეუთხარი იმდენი ხატები მაქვს გაკეთებული მილიონერი უნდა ვიყო თქვა მეუთხარი და შენო მილიონერი კი არა მილიარდელი ხარო და მე კიდე მეუთხარი რაში მეტყობა თქვა და შენ ხატებზე დღე-დაღამე ვლოცულობთო იმიტომ ჩემი ხატები ძირითადად მამათა და დედათა მონასტერშია დაბრძანებული და იქ ხო დღე-დაღამე ლოცვა არის გამთენის ხან შუაღამეზე და მე მაგრამ სამაგიეროდ ამ ჩემმა ნამუშევრებმა და ჩემმა შემოქმედებამ იმხელა პატივი და დიდება მომიტანა უფლის წინაშე რომ მე ვალდებული ვარ ვიმუშაო ხანდახან უფულოდაც მუშაობ მაგრამ მუშაობ იმიტომ რომ შევატყვე მე რომ აი მაგალითად მე ახლა მუზეუმს ვაშენებ ქალაქგარეთ ამ ხატებისა და ნახატების და ისეთი ხალხი ამომიჩინა უხოლმა ბევრმა ფული არ გადამახტევინა ეს 2000 კი არა 20 30 40 50000 ითვლის ეს ჩემი ესე ვთქვათ პატივისცემით გაკეთება. ეს იქნება კერძო მუზეუმი, ხო? კერძო მუზეუმი იქნება, სადაც ახლა ჩემთან რომ მობრძანებით სახელოსნოში მხატვრობა, აიშიშველი ქალები, პორტრეტები რაღაცა და ხატები ერთად არის და ეს არ შეიძლება. მართალია ყველა ხატს ჩამოფარებული აქვს ფარდა, მაგრამ მაინც არ არის მიზანშეწონილი ხატებთან ერთად მხატვრობა იყოს განლაგებული. იმიტომ ძალიან ბევრი ხატები მაქვს და ეს ხატები სულ ირგვლივაა განლაგებული. ანუ სალოცავი კუთხე იქნება მუზეუმში ცალკე. ერთი სართული სალოცავი კუთხე იქნება თავის სასანთლეებით, რა თქმა უნდა და თავის ხატებით და კედელზე რო იქნება ბევრი ასლები იქნება, იმიტომ ტაძრიდან ხარ შეიძლება წამოგზავნება ხატის და ამიტომ ყველაზე დაწერილი იქნება რომელი ტაძარშია. ფოტოასლები და მათ შორის ორიგინალებიც იქნება, მაგრამ მე 500-ზე მეტი ხატი მაქვს გაკეთებული, ის არსად მუზეუმში ერთადერთია, თანაც დიდი ხატებია, მაგრამ ამას როში მოვა ადამიანი დასათვალიერებლად, ესე იგი მთელ საქართველოში და მათ შორის საზღვარგარეთაც არის რუსეთში, უკრაინაში, ამერიკაშიც არის, კანადაში, რა ვიცი, ქართველები სადაც ლოცულობენ, ხო არიან ჩვენი ემიგრანტები, ძალიან ბევრს მუშაობ მე ემიგრანტებზე კიდე, რომ აი ხანდახან ნახულობენ და მიკვეთავენ იქ და ახლა რომ იტალიაში მოგხსენებათ იტალიაში ვიყავით მე გამოფენა მქონდა ახლა მაგასაც ვიტყვი მე მოგვიანებით წმინდა ნიკოლოზის დღეს 21 თებერვალს უნებავთ ახლა ვიცაუბროთ იმიტომ რომ თქვენ ბრძანდებით შესანიშნავი ფერმწერი ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით არაჩვეულებრივი ნამუშევრები გაქვთ და სწორედ ეს ნამუშევრები ქონდათ ხო იტალიაში ქონდა გრაფიკაც მქონდა, უბრალოდ ცოტა, იმიტომ იქ მე სხვა დელეგაციასთან ერთად ვიყავით, პოეტები იყო, ისინი იყო, მწერლები იყო, მაყვალა ქალბატონი, მაყვალას თამადობით და ესე იგი წარმოდგენილი იყო ისინი, მაგრამ გონაშვილი და ფოიეში იყო ჩემი გამოფენა.
ხო და იქ ისეთი საინტერესო რაღაც პერსონალური გამოფენა პერსონალური არ ითვლება პერსონალური გამოფენად, იმიტომ რომ თვითონ მწერლებთან ერთად იყო შეხვედრები და იმათ ფონზე იყო ჩემი გამოფენაზე ერთ-ერთი წევრი ვიყავი ამ დელეგაციის. მაგრამ ჩვენ ერთმანეთი გავალამაზეთ იქა. წარმოგიდგენთ აგერ ლექსს კითხულობენ და ამ დროს მაყურებელი ათვალიერებს. მსმენელი ათვალიერებს ამას ხო და საინტერესო იყო და საკმაოდ კარგად მე იქაურმა ტელევიზიას გადაცა რომელიც ჯერ მასალებს ვაგროვები და მე ერთ გადაცემაში მოვალ და კიდე ძალიან წარმოდგენას გავაკეთებ და ქალაქ ბარში ვიყავი ზუსტად წმინდა ნიკოლოზის ხსენების 21 დეკემბერს სადაც მქონდა წაბრძანებული მე ჩემი პატარა ხატი წმინდა ნიკოლოზი სხვა ხატებთან ერთად და სხვათა შორის იქაურმა მხატვრებმა ნახეს და ისე ზუსტად მქონდა გაკეთებული შტამპი ეგონათ და მე რო უთხარი ხელით გაკეთებულია უსოდ არ დამიჯერესავეთ რა მოჭედილი ხატებიც ხო და პატარები წაღერე მათ შორის წმინდა ნიკოლოზი და იქ სხვათა შორის ჯერუსალემმა ჩაატარეს წირვალოცვა მე ქართველებმა რომელიც მასშტაბურად ჩვენი უფრო დიდი გამოდგენა იმიტომ იქ ეს წირვალოცვა საფლავზე ნიკოლოზობა დღეს ხა იქ აიხსნა სადაც დასაფლავებულია საკურთხეველში წმინდა ნიკოლოზი და რუსებმა რო ჩაატარეს დილით პირველად მე გული დამწვა ცოტა მეთქი სადარაჩი მე საქართველოს რო რუსეთი დიდია თქო და ალბათ ამას დავუთმენ და ჩვენ არ დაგვეთმენ და მე ჩემმა ხელმძღვანელმა მითხრა მოითმინეთ ცოტა ახლა მამა ქართველი მამაო რომელსაც უფლება აქ წირვალოს აღლეზე თურმე ის იქ მოღვაწეობს იქ ცხოვრობს მრევლი ყავს შესანიშნავი თურმე ბარი ცნობილია ქართველთა დასახლებით ბევრი ქართველები არიან ყველაზე მეტად ბარში ცხოვრობენ მოვიდა დაახლოებით 500 კაცი წარმოგიდგენთ ქართველები თავისი ამ მამაოს თავისი მგალობლები ყავს რჩეული ბიჭები გარეგნულად ჩაცმული სტიქაროსნებში შევიდნენ და რო დაიწყეს ეს ჩვენი გალობა ცოტა ისეთი ვიხიაი და ისეთი შთაბეჭდავით იქ მე ვუყურებდი მაყურებელს იქ უცხოელების იყო სხვები ამერიკელები გერმანელები ჩვენს გარდა ბევრი იყო და ესენი კითხულობდნენ ხმები რო საინტერესო ხმები და ვინა ხართო რა ხალხი ხართ და მე ვის როგორ შეეძლო ზოგი ინგლისურად ზოგი რამის სხვადასხვა ენაზე ესაუბრებოდნენ დელეგაციიდან ჩვენ და მე საინტერესო იყო რომ საეკლესიო მრავალჟამიერი დასრულდა ესა და მე ბოლოს შენ ხარ ვენახით და თელი ესე დარბაზი გასოსული უსმენდა გეგონება საკუთრებულ დარბაზშიც ვიყავით რა და ძალიან ასე საინტერესო მოგზაურობა იყო ერთი სიტყვით რა ამაზე შეიძლება მომავალ ამის ამსახველ ვიდეო და ფოტომასალას მომდევნო რომელიმე გადაცემაში ალბათ სპეციალურად დავგეგმოთ და კი აუცილებლად კარგად რომ წარმოვიდგინოთ რომ მინდა ყველა მასალა შევკრიბო ერთად თქვენი მოჭედილი დაწერილი ხატი არის მახათას მთაზე ვიდეო მასალაც გვაქვს და აი ვინ შეწირა აუცილებლად გითხარით და რამდენ ხანს მუშაობდით და ხატის ირგვლივაც გვესაუბრეთ ეს მახათას მთაზე საერთოდ მე შვილი აი ეს არის სამების კადრები და რატო სამება სამებაში იყო დაბრძანებული მანამდე როცა ვაკეთებდი ამას მახათა არ იყო დამთავრებული ჯერ და ამიტომ როცა მივაბრძანეთ პატრიარქს მოეწონეს და ჯერო აქ იყოსო და სამების საკურთხეველში იყო რამდენიმე თვე მე გამოაბრძანეს მე თვითონ ვნახე მე გარეთ იყო თვითონ ტაძარში გამობრძანებული და მე დაგვიბარა პატრიარქმა სანამ გაიხსნებოდა მახათას და მითხრა რომ მაშინო ბევრი ხალხი იქნებოდა ცოტა არეულობა იქნება იქ კონცერტების გაიმართა როგორც ჩვენ ვნახეთ მე მომავალში და პატრიარქი მდენაჭკვიანი რომ ერთი კვირით ადრე მიგვაბრძანებია და რამოდენიმე კაცი ვიყავით უკვე მამაო გამოგვაყოლა სამების ტაძრიდან და პირველად ჩვენ შევედით ასე რომ ვთქვათ იმ ტაძარში და დავაბრძანეთ და საინტერესოა კიდე რომ ეს მახათას მთარი ათონელი მამების მამათა მონასტერი და ისე ივერიის ღვთისმშობლის ტაძარია და ჩვენ გავაკეთეთ ზუსტად მის შესატყვისი ხატი რომ ჩვენი ბერი გაბრიელი მობრძანდება და ხელში უჭირავს ივერიის ღვთისმშობელი და ორივე ეს მამათა მონასტერი ათონელი მამების და განლაგებული ამ ხატზე კიდე ათონელი სხვა მამები და ერთობლივად ძალიან საინტერესოა ახლა დაბრძანებულია დიდი პატივით მახათასთან და დიდ ტაძარში და შემწირველები არიან მე ადრეც გითხარით თქვენ ჩემ შვილს ყავს მეგობრები რომლებიც ძალიან მცირე ხელფასი აქვთ ყველას მაგრამ ყოველ წელს წირავენ თითო ხატს და ფაქტურად 30-ზე მეტი ხატი აქვს შექმნილი მათ შორის ზოგი მე აქ ცხეთის ჯვარზე რა საკის ხალხია დაახლოებით ახალგაზრდები არიან რო იწყება 23-24 და მიდის 40-50 და ასე 60-მდე და მე ვისაც ვიცნობ და ეხლა რო ვეუნები მეთქარ ვინ არიან რო ვიცოდე გვარი თანაც არასახელებენ გვარს და აფიშირებას არ აკეთებენ იმიტომ რომ ხანდახან რომ მივაბრძანებთ ხატს შეიძლება ერთი ავტობუსი არც ეყოს მაგრამ ზოგს არცალია და ფულს დებს ხატს ვაკეთებ და მე არც აფიშირებს თავის თავს და ამით არის საინტერესო რომ ამას აკეთებენ გულახდილად
და ღმერთისა და გულითადა მორიდებულად რა. დიახ. როცა გთხოვენ თქვენ ხატის დაწერას, მოჭედვას, თქვენ ურჩევთ ხოლმე, რომ თქვათ, აი ჯობია ქართველი წმინდანის ხატი გავაკეთოთ, აი თქვათ ჯობია წმინდა ნიკოლოზი ან წმინდა გიორგი, თქვენ თუ ურჩევთ, თუ პირდაპირ მოდიან, რომ აი ეს გვინდა, ეს როგორ ხდება და თან აქვე გითხარით შიომღვიმელის ხატი დაწერეთ და მოჭედეთ, თბილისის ზღვაზეა და ამის შესახებაც გითხარით, ვინ შეწირა, როგორ იგივე ჩემი შვილის მეგობრებმა ასე რომ ძალიან ბევრი და მამა მოვიდა ჩემთან შვილთან და გვაქვსო შიომღვიმელის წმინდა ნაწილიო ეს იშვიათია რომ კონდეს პირველი შემთხვევა იყო მომიტანა ძვალი პატარა ძვალი ასე წვრილი თავის ჩასადებში მე მოვიფიქრე მე სადაც შიომღვიმელს წერდი იქ ზუსტად იმ შრიფტის იმაში გულში ჩავსვი ეს ნაწილი და მივაბრძანეთ შიომღვიმელის ზღვაზე არის მონასტერი და ეს მამა პირველად რომ მოვიდა მამათა მონასტერია მამათა მონასტერია დიახ და მეორე ესე ძველია მაგრამ ახალს აშენებენ კიდე იქ და რომ მოვიდა მამაო დიდი მითინ ჩამაბარა ეს რომ არ დამეკარგა კი არა უფრო აი გავფრთხილებოდი რა გავფრთხილებოდა ისეთ წმინდა ადგილას ქონდა ხატებთან შენახული რომ მეთქი რამე არ შეეხოს არამედ მაინც სახში როცა სადაც მუშაობ ხო და ჩავაბრძანე კარგია და ძალიან მოეწონა მამაოს განლაგება იმიტომ ზოგი ქვევით ჩასვამ წმინდა ნაწილები რომ ინახავს ჩასმულია სხვადასხვა ადგილას და მე კიდე ზეთ შრიფტსაც შიომღვიმელი წერია იქ ჩავაბრძანე ეს ხატ და ძალიან მოუხდა ასე რომ ვთქვათ და მე იმ დროს მიბრძანების დროს მე საერთოდ ასეთი ისა მაქვს შეიძლება ადამიანმა ვერ მოგცეს ფული და ვერ დაგეხმაროს ფულით მაგრამ წარბრძანების დროს ყველას ვეუბნები აი წამობრძანით დაესწარით ამ ცერემონიას მიბრძანებას და იქნება გაგიჩნდეს სურვილი მე არა მარტო ფულის შეწილის და ხატზე დახმარების აი მინდა რომ ხალხი ეკლესიასთან დავაახლო და ჩემი ეს არის ჩემი ის რომ ესე იგი როგორ მარტო ხატის მიბრძანების დროს კი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეკლესია უფალი და ისე უნდა ვიქცეოდეს ცხოვრებაში ესე იგი უფალთან ახლოს ვიყოს და მიტოა რომ ნახევარზე მეტი ჩემი ხატები უფასოდ არის გაკეთებული. ზუგდიდში ვინ აშენებს ტაძარს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და თქვენ უკვე შექმნილი გაქვთ ხატი და ზუგდიდში აი მაშინ გვარი ვიცოდი, იქაური ბიზნესმენები არიან, გვარი ვიცოდი აი თან ვიდეო მასალა გადის ეთერში. წმინდა სამების ტაძარს აჩერებენ მეუფე გერასიმემ, რომ მისი კურთხევით გაკეთა ყველაფერია და ეს ხატი მივაბრძანეთ იქ ზუგდიდში და წმინდა სამებაა ხო? წმინდა სამების ეს ახლა დამხმარე შენობა იქა, სადაც აი ხა მშენებლობა მიდიოდა მაშინ შარშანი იყო ეგა ერთ წელია და ძერჯერობით ეს ხატი დაბრძანებულია სხვა ტაძარში. აქ ვინც უნდა იყოს წინამძღვარი, სხვაგან ახლა პირდაპირ ჩანს იქ წინამძღვარი და იმისი ხელმძღვანელობით გაკეთა, ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი მისი და არის შემწირველი თან კიდე ჩემი შვილის მეგობარი. ხო და მე მოვიდა და ძალიან აღსანიშნავია კიდე აი პატრიარქთან ხშირად მიწეს ხატის მიბრძანება მეუფეებთან და კი არ განვიცდი, მაგრამ აი როგორ მოეწონება ჩემს მიერ შექმნილი ხატი ამას ფიქრობ ყოველთვის და არ მქონია ჯერ შემთხვევა ვინმე ცოტა ისეთი თვალით შეხედოს ან არ მოწონებოს პირიქით ყველა აღნიშნავს რა კარგია რა ძვირფასია და ეს მიხარია და მეუფესთან ასეთი მომენტი იყო რომ მეუფე შარაშენიძე არის გვარი და დედა მყავს შარაშენიძე და შარაშენიძე გურიაში არიან და იმერეთში არიან და მინდოდა რომ მე თქვი რომელია თქო და აღმოჩნდა დედაჩემის ასე ვთქვათ განაყოფი შარაშენიძე ასე რომ ვთქვათ რომ ერთი იმიდან არიან სოფლიო წარმოშობით და ძალიან მოეწონა და მე იქ პატარა ტრაპეზზე გაიმართა და ვისაუბრე და დავგეგეთ მომავალი გეგმები კიდე რაღაცები გასაკეთებელი იქა და ასე რომ ზუგდიდში დიახ თქვენ ხართ რა ვიცი აი უბედნიერესი ადამიანი ლამის აღარ დარჩა ტაძარი ახლა დაშენებული ისტორიული მრავალი საუკუნის წინ აშენებული ყველგან არის თქვენი ხატები და მათ შორის ერთ-ერთ უძველეს ტაძარში ბოლნისის სიონში ორი ხატია
აი ამ ხატების შესახებ გვიამბეთ, თან ვიდეო მასალაც გვაქვს, ვინ შეწირა, რომელი ხატებია, როდის მოხდა ეს? ეს დაახლოებით 2003 წელი იყო დაახლოებით, მაგრამ მანამდე იყო ვიდეო მასალა გადის. ხო, აი ვიდეო მასალა არის და ის მანამდე ამ ხატის მიბრძანებდა წმინდანო გამაკეთებინეს ჩემი შვილების მეგობრები არიან, ვინც მიაბრძანებენ. წმინდანო გამაკეთებინეს უკვე 2000 სადღაც 17 წელი იყო თუ რაღაცა. და ახლა ისეთი მომენტია, ახლა ხატი ხვდება ყველა ტაძარში. არა მარტო ახალი ხატს მივაბრძანებ, ერთი ხატი მანამდეა მიბრძანებდა, აქ ახლა წმინდანინო მქონდა ადრე მიბრძანებული და ეს ბოლნისის და მეორე რომელი მიაბრძანა? აი ისა იოანე ნათლისმცემელი. და მაგით ჩემი შვილი, ესე ორი ხატი, ორივე შვილები, ჩემი შვილია. ხო და ესე იგი ხატი რო დახვდა, მამაო გეუნება, აი დახვდა სტუმარს დახვდა მასპინძელიო რა, ესეთი რაღაცა ტრაპეზზე მე ესეთი რაღაცა. ეს ნიღბები გეკეთა და ეთყობა პანდემიის დროს არის, ხო? პანდემია იყო, ხო და ცოტა ისე ვიყავით, შეზღუდულები ვიყავით, მაგრამ მაინც მივედით ტაძართან და მოვილოცეთ ტაძარი, მე იქ პატარა ტრაპეზი გაიმართა და ასე რომ თქვათ ძალიან და ამას ყველაფერს ახლა ჩემი შვილი და ჩემი პატარა შვილი უყურებს და ერთხელ თავის კლასელებში უთქვია რომ ჩემი ბაბუო ხატმწერიაო და იმაში ყოლიათ ექსკურსიაზე და ეს ჩემი ბაბუას გაკეთებული და არ დაუჯერებიათ და მაგრამ ჯერ სად არის ახლა ის რო იქნება დიდი ხნის ჩემი ხნის რო იქნება და ჩვენ ხო არ ვიქნებით სულ ქვეყანაზე უფლის წყალობით წავალ და მე უფრო საინტერესო იქნება ეს ბავშვები რო ჩემი შვილიშვილები რო ჩემი ხნის უფრო შუახნის რო იქნებიან უფრო მეტად იამაყებენ და ეს იმას კი არ მაძლევს ახლა რაღაცა კანდიდებას პირიქით ვალდებული ვარ ახლა რომ მუშაობ თუ უნდა მემუშავა რაღაც ხაზზე 2 თვე ხო მუშაობ 4 თვე იმიტომ რომ მეტ პასუხისმგებლობას გქონდეს ადრე არ ვიყავი ადრე ისე ვაკეთებდი რომ ეს გასაკეთებელი აუცილებლად მაგრამ ეხლა სულ ყველა დეტალს ვამოწმებ ვაძლევ და ასე რომ ჩემი პირველი მეორე ხატი ბევრად არის გამუჯავსებული ახლანდელ ხატებთან იმიტომ რომ მე ფულზე კი არ და იმას დროზე ეს უნდა ამას დროსაც უნდა გაუძლოს და ისე უნდა იყოს რომ დაგლოცოს მერეც კი გამკეთებელი ვინ გააკეთა ასე კარგად ასე დახვეწილად ვიტო იყო იტალიაში მხატვრებმა რომ ესო შტამპია იმიტომ იმ დონეზე უნდა გააკეთო იქაურმა მხატვრებმა ხო მე ერთმა ხელი ჩავამორთო ხელი ამიწია და დიდოსტატი ხარო ასე ვთქვა მე გადამითარგმნეს იმათმა ხო და მანამდე ჩვენო პატრიარქმა კაიხნით ადრე დიდოსტატის ის დიპლომი მოუცა და სადაც როგორც ხატწერი და ხატჭედის დიდოსტატი მიწოდა რა ხო და ეს დიდი სიყვარულით ვინახავ იმ დიპლომს რომ მინდა რომ ვინც შემოდის შენთან რომ უნდა ნახოს რომ ყველას რო უყვარხარ რა და ხანდახან ხო არის რომ ჩამოვარდება რომ პატრიარქს რო რაღაცა სულ სიტყვიან ხო არის ზოგიერთი ადამიანი ხო კი ლიბერალები აკეთებენ ხო მე ვანახებ ჩემი შემოქმედების მითხარი ეს პატრიარქი რო არ ყოფილიყო ჩვენ არც ეს არ გვეცოდინება ეს მომენტ ეს ვერ შევისწავლით რომ მე 1975-ში დავამთავრე სამხატვრო აკადემია 77-ში პატრიარქი მობრძანდა და სიონის ტაძარში გნახა ჩვენ 3 მხატვარი ვიყავით და პატრიარქი იქ იყო წირავდა მაშინ და სულ ვიყავით 10 კაცი თელ ტაძარში მეტი კი არა 77 წელი პატრიარქი ახალგაზრდა მოვიდა ჩვენ გზელი თმები ქონდა ეს ჯინსები რაღაც მაშინ ეს ახალგაზრდები ვიყავით ჩვენ და მოვიდა ჩვენ და შეგვამჩნია ცოტა სხვა ყველას გზელი თმები მაშინ გზელი თმებს და წვერებს უშლიდნენ საბჭოთა დროს რა რაღაცა ეგონათ განმონაშთი რაღაცა ან ქურდი ან რაღაც და თქვენ რატო ქონდათ გრძელი თმა მაინტერესებს იმიტომ რომ ჯერ ერთი კარგი თმები მქონდა მაშინ ბიტელზები იყო ახალი და ბიტელზების თაობას უძახოდეთ ჩვენ იმას ჩვენ თაობას მაშინ და ეს გრძელი თმები მოუშვით მხატვრები მოგხსენებათ ისაც მაშინაც გრძელი თმებს ატარებენ ეს მხატვრების ის არის ანუ მიბაძეთ ბიტლებს ხო ხო იმ მომენტში გრძელი თმებით ხო მაგრამ ცოტა ის ქონაო სადმე რო შევხვდებოდი ცხონერად გვიყურებდი გრძელი თმები წვერმოშებულები ეხლა ყველასვერი აქ მოშებული მაგრამ მაშინ ადრე ასე არის აი ესე კიკინები ეხლა რო უკეთიათ საყურები თქვენ თაობას მაშინ ჩვენ თაობას არა ჩვენ ვართ გვახსოვს მაშინ გრძელი როგორც ახლა კიკინებიან სიმაშობიან მაშინ ჩვენს გვეუბნებოდნენ რა ქალივით გაქვთ თქვენ მოშებული მაშინ ეს მომენტი იყო მაგრამ თქვენ მაპატიეთ ჩაგეწიებთ მაინტერესებს ეხლა მამაკაცები ახალგაზრდები
ჩემი ხნის ხალხიც რაღაცა განაზებული მანერებით დაიარებიან თქვენ დროს, ვისაც თმა მოშვებული ქონდა, ეს იგივდებოდა ამ განაზებულობასთან? არა, ეგ არ იყო, ეს იყო უბრალოდ მოდა გრძელი თმები, რომელიც მაგრამ წეხანას თქვი რომ მხატვროს მანამდეც ქონდა ძველი ჩვენი მიქელანჯელო, ლეონარდო სულ წვერი დაიდიან, მოშვებული თმები დადიან. ამას იმიტომ ამართლებდნენ ხანდახან მხატვარი სულ მუშაობს და წვერის მოსაპარსად დრო არ აქვს. და სულ მუშაობაში, აი მაგალითად მე ქუთაისელია წარმოშობილი ვალერიან მიზანდარი იყო დიდი მხატვარი, ვინც ქუთაისში მხატვართა კავშირი ჩამოაყალიბა და რომ მოდიოდა იქ კრებებზე შეგროვებაზე, მახსოვს ის იყო მაშინ დაახლოებით 80 წლის, 75 წლის და მოდიოდა აგერ თაბაშირი იქნა ჩამოსხმული, აგერ რაღაც ახალგაზრდა მხატვრები შენიშნეს და აძლევდნენ. ის როგორი კაცი იყო, ძალიან უბრალო კაცი იყო. და რა არისო ბატონო ვალიკო რა მე ახლა სახელოსნო მოვდიო და აქედან ისევ სახელოსნოში წავიდეო. ამიტომ ამას არ ვაქცევ ყურადღებას. ამიტომ ხატრები ხო და მე ვერ დავამთავრდა. მაპატიეთ ჩემი მოვიდა ხო და გითხრა ეს განსხვავებულები. თქვენთან მოვიდა ახლა? ჩვენ სამ ხატრთან მოვიდა და განსხვავებულები ვიყავით და ის ლაპარაკობდით. ხო არ შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ჩუმად ლაპარაკობდით და კედლებს ვათვალიერებით. ფრესკები იყო რაღაცა და იმის დაინტერესდა რა ფრესკები. კაი ლაპარაკობ კი მართალია ფრესკებისგან და მოვიდა და ვინახართ და მხატვრები ვართ ხო და გავხარდა. და რას ხატავთო ჩვენ გვითხრა. მაშინ საერთოდ ხატწერაზე ხსენება, ხატწერა კი არა, ეკლესიაში მის შესვლას გვიგზავნენ სამჯერ ვარ აღდგომა დღეს დაჭერილი სიონის ტაძარში. ხო. და ესე იგი ჩვენ ვთქვით ხატრები ვართ და ხატს რო ხატავთო ეს ცოტა სახე შეეცვალა. რატო ვერ ხატავთო და იმიტომ რთულია და საერთოდ მაგას ვერც გავაკეთებ თქო და ესეთი რაღაცა თქვენ მოინდომეთ და ყველაფერს გააკეთებთო. და რა ვიცოდი გავიდა 40 წელი იქედან და მე დავიწყებდი ხატწერას და ხატწერა მეტად მარტივი ვიდრე ხატჭედვა. იმიტომ ლითონთ გაქვს საქმე და სირთულეებთან და გამოწვა გინდა რაღაცა და თქვენ ჭყვაზე უნდა მოდრიკოთ ლითონი. ფუნჯი უფრო მარტივი ნაზი არის უფრო. ხო და რა ვიცოდი ამას მე შევეჭიდებოდი და პირველად როცა უკვე პირველი ხატი დავაბრძანე ტაძარში, ფიქრობდი დამანახერდი ჩემ ხატა მლოცველი რომივა თქვა. და მე ეს ერთი კი არა ახლა 500 ხატი ცოტა არ არის. ხო და ერთხელ ხარება დღეს და სამებაში არის ჩემი ხატი წმინდა სამება, ხარების დარბაზში. და ხარება დღეს ხანდახან მივიდივარ და ჩემ ხატსაც მოვინახულებ და ვესწრები კიდე წირვას ლოცვას და ჩემ ხატთან დგას ერთი გოგონა ტირის. ტირის და მე უყურებ ახლა იმას როგორც ჩემ ხატა რო ლოცულობდა და ტირო და მე განვიცადე ეგა. და მივედი და რატომ ტირი ხარ გოგონა და იმას შემომხედა და იმან სხვანაირად მიიღო ჩემი მისვლა იმას ეგონა ვიარ შეღებოდი რაღაცა ისე ხო და რატომ ტირი ხარ და არ არის თქვენი საქმე უკვე ხმათ მითხრა რა ხო და მე კიდე უთხარი ჩემი გაკეთებული ხატია და გიშვერის და გადამეხვეუც პატრიარქს თუ ახსოვდა როცა პირველად შეხვდით უკვე როგორც ხატმწერი და ხატმჭედი ის პირველი შეხვედრა სიონში როცა გრძელი თმით დაგინახა არა მაგი მე პატრიარქს ბევრი შეხვედრი რომ ჩემი ხატების კურთხევის დროს მაგრამ არასდროს არ მომგონებია ეს რომ მეთქვა არც ჩემ გადაცემაში არასდროს არ გითქვამთ არაერთხელ ყოფილ ხარ და გამიხარდა რომ გაიცე. ახლა პატრიარქთან შეხვედრა ამჟამად ცოტა რთულია და ეს ადრინდელი პერიოდი იყოს თავამად ვეტყოდი. ხო და პატრიარქთან კიდე ასეთი ის მომენტი მქონდა რომ ერთხელ ხატი წავაბრძანე ჩვენ ქუთაისში საგვარეულო ხატი მე ვარ ვენახი ჭეშმარი და მოეწონა პატრიარქს და როცა აკურთხებდა და დავტოვებდო სამებაშიო და მე ვარ სხვა ვეტყოდი და ვტოვებდი და რო გამოვდიოდი ფიქრობდი მეთქი ქუთაისში ხალხი მელოდება მეუფე მელოდება წინამძღვარი ადგილი გამოყოფილი იყო ბაგრატის მეუფე კალისტრატეს მაშინ კალისტრატე იყო როცა ვაკეთებდა როცა დავამთავრე უკვე მეუფე იოანე იყო და რა უთხრა თქო და არაო მაშინ თუმასია წააბრძანეთო და წავაბრძანე და რო ჩამოვართ გავაკეთებ თქო და მე ჩემმა შვილმა მითხრა მოდიო გავუკეთოთ ფარველი ანგელოზი ელია წინასწარმეტყველიო და გაუხარდებაო
და ჩვენც მარტო მაშინ 86 წლის ხდებოდა 86 წლის და ერთი წელს ადრე დავიწყეთ ეს და მიუბრძანეთ სამების ტაძარში და მაშინ აკურთხა პატრიარქმა და მეც შიგვიყავი საკურთხეველში საკურთხევდა და დამიზახა და პატრიარქს დაუჩოქე ისე გვერდში არ ამოვიდა იქ დაუჩოქე და მე ხელი გამოწია და ჩემ ხელს ეძებდა ხელი მომკიდა ცალი ხელი ჩემი ხელი ეძებდა ცალი ხელი დაკურთხევდა ერთი 15-20 წუთი გრძელდებოდა კურთხევა და ხელი არ გაუშვია და მეც არ გამიშვია და იმ ხელა ძალა მომეცა დღესაც მაქვს იზალა. დიახ, ეს მე მგონი ერთხელ მონაყოლი გაქვთ ეს ძირფასი ამბავი. სხვისთვისაც მაგალითი იყოს. რომ ესე იგი ეს რამხელა ძალა პატრიარქი. რახან უწმინდესებს საუბრობთ, მაშინ ისიც კიდევ ერთხელ მე მგონი მონაყოლი გაქვთ ადრე. თქვენ არაწერდით თქვენს ვინაობას, თქვენს შექმნილ ხატებს და უწმინდესმა გასწავლათ ეს მიგაჩვიათ და საინტერესოა, ახლა უკვე აწერთ და საინტერესოა შემწირველების სახელი თუ აწერია და თუ აწერია ძველქართულით აწერია ასომთავრული თუ თანამედროვე აწერია, მხედრული, იმიტომ რომ ეს ყველა რომ მოახერხოს წაგდა. ძველქართულით მარტო აწერია თვითონ რომელი ხატია და ეს ასე იყო უკრაინაში რომ იბრძანებოდა 2011 წელი. პატრიარქი მე მქონდა გამზადებული პოჩაევოს ღვთისმშობელი. თითქმის დამთავრებული მქონდა და მინდოდა პატრიარქის მეჩუქებია. და მეთქვი ვაჩუქებდი, მაგრამ პატრიარქმა ეს ხატი წააბრძანა იქ, მაგრამ რომ მიობრძანეთ ეს საპატრიარქოში, დაინახა პატრიარქმა ეძებს და არცად არ აწერია სახელი. ხო და სადაწერია სახელი მე ვთქვა უწმინდეს ეს ნახატი არა თქვა და არა წერია თქვა და არაო დააწერეს სახელი გვარი, იმიტომ რომ ეს ისტორიაო და მე წერი რომელი წელს არის გაკეთებულიო, ვინ გააკეთაო, ვინ შეწირავო თუ არა და ხანდახან შეწირულის გვარი შეიძლება და ერთი თუ არის ისეთი ახლა ყველა ხატზე კი არა ხატი უნდა ღირდეს ამის დასაწერად რა ან მასშტაბი უნდა ქონდეს თუ არა სადა იმის ადგილი ხატზე რომ დააწერო მაგრამ ახლა ეს დიდი ხატია და მეტრა 20 ასე დიდი ხატია და ისა საერთოში მოიხსენიო შემომწირული და შემამკობელი წმინდის ამისა ხატისა ამინ ეს უნდა და ამას ჭედავ ამოჭედა უწმინდეს მაკითხრა ხო და ეს არის ამოჭედილია ეს დაწერილი კი არა ამოჭედილია და ისეთ ადგილას არის რომ თან რომ უნდა უხდებოდეს თავისი ადგილი უნდა ქონდებოდეს უნდა უხდებოდეს და ამიტომ გავითვალისწინე რაღაცები და ვაკეთებ და წეღან ვერ დავამთავრე კიდე უწმინდეს რო ყოფილიყო ეხლა ძალიან ბევრი კარგი საინტერესო ხატმწერია, ხატმჭედი, მაგრამ ხატმჭედები უფრო ცოტანი ვართ, მაგრამ ხატმწერები ძალიან ბევრია და ძალიან საინტერესო ძალიან მაგარი. რომ სოფლიო მდონის ხატმწერები არის. ეს ყველაფერი უწმინდესის დამსახურებაა. თქვენ სამნირო idekit გრძელით მით და უწმინდესი რო თქვენთან მოვიდა, ის ორი დღეს თუ წერს ხატებს. ის უბრალოდ ხატრები დარჩა. ხატრები დარჩა და აი თუ თქვა რომ ეს კარგი ხატრები და ახლა მეც ხანდახან დრო არა მაგ და ხანდახან მეგობრები მეურებიან, კარგი ამ ხატებს დაანებე თავი და ხანდახან ხარო ნიჭიერი კაცი ხარ და დახატეო, მაგრამ ხატებს რო თავი დავანებოდა, ნახატებზე გადავიდე, მე ასე ჯამთელად კი ვერ ვიქნები. ეხლა ისე კარგად შემიძლია შევერკინო დაუშვათ, გინა ფეხბურთის თამაში, გინა სოფლის მეურნეობის მიწის დამუშავებაში, ნებისმიერ ახალგაზრდას. აბარა მარტვილშიც არის თქვენი? მარტვილში დიახ, მარტვილში ივერის ღვთისმშობელი არის ჩემი, რომელიც იქაურმა ვიდეო მასალაც გვაქვს. იქაურმა გვარი ვერულავა თუ არ ვცდები მოვიდა ჩემთან და მარტვილერი ვარ და მიდა ჩემ სოფელში მეთქე შენ მოსკოვში მოღვაწეობო და ჩემ სოფელს მიდაო გავუკეთო აი გადის კადრები აი როცა ვაკეთებ იმას და მოვიდა და მითხრა მე მიდაო რომ ჩემ სოფელსო სამახსოვროდ გავუკეთო ივერის ღვთისმშობელი რომელ სოფელს ზოვრეთია თუ არ ვცდები მარტვილის რაიონია ხო და გავუკეთე ეს ივერის ღვთისმშობელი და წააბრძანე დიდი სამით ასე რომ რამხელა ეს ივერის მეტრამდეა ეს ხატი და ძალიან საინტერესო ძალიან რთული ხატი ეს და სულ ორნამენტებშია და ირგვლივ სულ მოციქულები აქვს ჩარჩოში არის სულ მოციქული ზუსტი ასლია ივერის ზუსტი ასლი კი ზუსტი აი 99-ში რო ჩამოაბრძანეს იმ ივერის ღვთისმშობლის ზუსტად კიდე ისეთი ზუსტად გაკეთებული ხო და აი ახლა პატარა ისინი როა ჩარჩოზე სულ მოციქულები 12 მოციქულა ძალიან ძნელია ლითონში დასაწერად ადვილია ფუნჯის რომ ლითონში გააკეთო პატარა თვალი რომელიც რაღაცა 2 მმ არის 10 არის რომელიმე თქვენ ხატზე ხომ არ არის მინანქრით შესრულებული არა მე ისე ვაკეთებ ზეთში მე ლაქით ყოფარა ყველას გონია მინანქარია
მინანქარი. და თვითონ დაწერილი სახე. ხო. თან თქვენ მთელი ტანით ხატავთ, ხო? წესი ესეთია. წესი ადრე თავიდან მე რუსული ისა მაქვს სკოლის ხატრობა ხაწერა მაქვს ნანახი მოსკოვში რო დავდიოდი ზაგორსკი როგორც ჩვენთან მცხეთა ის არ ქალაქი მცხეთაზე ძალიან დიდია და კომუნისტების პერიოდში დავდიოდი მე იქა 71-12 წელს და საერთოდ აქ ხსენებაც არ შეიძლებოდა ან ბერებზე და იმაზე ჩუმად იყო სადმე რიგ მე ბერები ვნახე ნამდვილად რა და ისინი გალობდნენ იქა და ხაწერა და რაღაცა და მე ეს ყველაფერი ჩემთვის იყო უცხო და ეს ღიად ხდებოდა იქ ხო ზაგორსკში იყო და ღიად როგორ ზაგორსკი ახლა ძალიან შორს თქვენ ნახეთ ხო რო ჩახვედით კი იქ ძალიან შორსა მოსკოვიდან ძალიან შორსა და მოხდი შემთხვევით მოხდი იქ ჩვენ სადაც მუშაობდით ერთ-ერთ ორგანიზაციაში იქ გქონდა ჩვენს რაღაცა შეკვეთა და იქ შემთხვევით მოხდი რა თქმა უნდა როცა მოხდი შევერი იქ და ორი მხატვარი ვიყავი და ახლა იმას არ დაინტერესა, მაგრამ მე ამ ლითონთან შეხება რომ მქონდა და ხატებთან მაშინ ისე მქონდა სხვათა შორის, მაგრამ მაინც დამაინტერესა და იქ რომ ნახე ნამდვილი ბერები, რომელიც ოფიციალურად იყვნენ ტაძარში, რესტავრაციას აკეთებდნენ რაღაც და იმათ ხატებს მარტო თავები იყო დახატული. და მე ლითონის პერანგი და მეც რო გავაკეთე, ეგა მეც ასე დავიწყე პირველად. რომ რადგანაც პერანგის ქვეშ ხდება, იქ არ არის საჭირო და მაგრამ მე შემისწორეს ერთ-ერთ მომენტში მითხრეს, რომ შიგ მეუთხე შიგ არა მარტო თავია და წერი თქო და მე ის გამოვასწორე ასე რომ თქო და ჩვეულებრივად ხატი როცა სანამ მაინც დაწერო ხატი. მხოლოდ ერთი ხატი ქონდათ ესე დაწერილი და არა, რამოდენიმე. და ყველა გამოვასწორეთ? არა, იმას ვეღარ გამოვასწორებდი, იმიტომ იმას და ის იყო რა ქვია უკვე დაფარებული იყო და ჩაჭეისი ძალიან მაგრად უნდა დამაგრდეს, იმიტომ ლითონზე მე თვითონ ხელზე და მე ჩარჩვები უკეთებოდა ეს აღარ ჩვენი კანონიკა ითვალისწინებს დაიწეროს და რუსები ახლაც ასე აკეთებენ ლითონის ბერძნები ბერძნული ხატი მართალია არ მინახე, მაგრამ ერთი მოიტანეს ჩემთან რესტავრაციაზე ბერძნული ხატი. მოჭედილი ხატი და იმისი არ იყო დახატული. არ იყო და არ ვიცი ნამდვილი იყო იმ დროინდელი თუ მე რესტავრებული არ ვიცი რა. ანუ თქვენ რესტავრაციასაც ვაკეთებ. ნებისმიერი მასალით მოჭედილი. კი, აი მაგალითად ლითონია და დაღუნული და შეიძლება ადრე ხო გადაყრიდნენ ამ ხატებს, მაგალითად ბერგაბრიას ამდენი ხატი უნახავს ნაგავში. ხო და მეც ასე ბევრი მინახავს და პირველად ჩემი წინაპრები მღვდელი იყო დედაჩემის ბებია და ბებიის მამა ასე რომ ვთქვა და მაშინ ის 95 წლის იყო და მე მომიტანა ძველი ხატი მამის ნაქონი დაშლილი იყო და ლითონის პერანგები დაღუნული იყო პატარა და მე 12 წლისა ვარ მაშინ და მითხრა შენ ამასო რესტავრაცია უნდა გავუკეთო და მე ვთხარი მე ხატვა კი ვიცი მაგრამ ამას რა გააკეთებ და წამოვიღე მაინც და გავაკეთე ეს ყველაფერი ისე როგორც საჭირო და რა ვიცოდი მე ახლა მე გავიზრდებოდი დავამთავრებდი ამას ვისწავლი და იგივე სტილში მუშაობ ახლა მე და ახლა ხმონებიან ვინ მოგწқа პირველი კურთხევა ბებია ჩემი რომელიც თვითონ საეკლესიო პირი იყო და მონაზონი იმაში ეკლესიაში მუშაობდა მისი მამა კიდე მღვდელი იყო ეს დედაჩემის ბებიაზე ვიძახი ხო და ასე რომ კურთხევა პირველად იმან მოცა მე მეუფე თადეოზმა მოცა იმ შემდეგ მეუფე თადეოზის კურთხევით ბევრი ხატი გამეკეთებია მეუფე იობის პატრიარქი რა თქმა უნდა კიდე პატრიარქს ხო ახლა სამებაში ორი ხატია ჩემი ერთი წმინდა სამება მეორე ეს თვითონ პატრიარქს რომელიც გაუკეთეთ დაბადების დღეზე ელია წინასწარმეტყველი და ერთ დარბაზშია ორივე ჯვრის მონასტერშიც არის ხო? ჯვრის მონასტერში ესეც ჩემი შვილების სამეგრელოს გაკეთებულია ჯვრის აღდგომის ხატი ერთხელ მივედით ჯვრის მონასტერში და ვიდეო მასალაც გვაქვს ჯვრის მონასტერში მესანთლეს ვეუბნებით ჯვრის მონასტერზე რომ მივედით ჩვენ ხატი უნდა ვნახოთ ჩემი გაკეთებულია ის ამ დროს დგება და მეორე ხატი უნდა განახო რომელიც ყველაზე უფრო მომწონს აქო თუ მოწონდა ეს ხატი და მიმიყვანა ჩემ ხატთან და მოხდა ჩემ მე სანთლები მაჩუკა ხატები მაჩუკა დამლოცა ქალბატონმა და ასე შემთხვევები ბევრი მაქვს. ჯვრის მონასტრის ვიდეო მასალაც გვაქვს და თუ შეიძლება რომ გვაჩვენოთ. კი, დიახ. ანუ ორი ხატია ჯვრის მონასტერში. ჯვრის მონასტერში თვითონ ჯვრის მონასტერში ერთი ხატია, მეორე ქვევით. აი ახლა გადის კადრები. ხო.
ჯვრის მონასტრის ხო? როცა მიაბრძანებენ ხო? და მეორე ხატი არის თვითონ იმაში, ქვევით არის ძუძუსყაროს ოძახი. პატარა ტაძარში იქ მეორე იქ წმინდანი რომელიც თავის ფეხით არის დამყოფი. და იქ პატარა ტაძარია, ახლა ბერი არის იქ, რომელიც იქ წინამძღვარიც არის, ყველაფერი ის არის და აღადგინეს ეს არის აღდგომის ხატი ხო მდია. და იმ ტაძარში არის წმინდანოს ხატი და ხანდახან რომ მივდივარ ორივეს მოვილოცავ ხოლმე და ძალიან მიხარია რა ეს ამდენი ხანი გავიდა და რომ მივდივარ ძალიან საინტერესოა. ერთ სიტყვით დარიალის ხეობაში ძალიან ბევრი ხატებია კიდე. ბევრი ხატები. ერთი თვითონ მიქელეს და გაბრიელის სახელობის მამათა მონასტერია იქა და ადრე მახსოვს ეს უფრო მოულელი იყო პირველად მეუფე მამა იოსებია იქა რომელსაც ბაღნარად აქცია იქაურობა მიქელეს და გაბრიელის ტაძარია. ეს ისევ ჯვრის მონასტერი გადის რო არ შეეშალოს ჩვენ მაყურებელს. ხო ეხლა დარიალის ხეობაზე გავაგზავნე. წმინდანო მივაბრძანე ჩვენ იქ სადაც საზღვარია, სადაც მე რამოდენი მეტრში საზღვარია იქა და ესე იგი შეგნებულად გააკეთა ჩვენმა პატრიარქმა რომ იქ ვერ შემოვლენ ზედ საზღვარზე სამხელა მამათა მონასტერი და მე ანუ მესაზღვრებიც არის და მამაო ისე გააკეთა მამა იოსები ძალიან ნიჭიერი კაცია და ეს მხატვრობა არქიტექტურობა ისეთი კარგად მოაპირკეთა და იქ წმინდანინო მაგრამ მე ტაძარშივია ეს აშენებული კიდე სხვა პატარა ტაძარი და იქ წმინდა ნიკოლოზი და წმინდა გაბრიელი არის ხო და ეხლა შარშანწინ უკვე იქ დარიალში ვინ შეწირა ხატები ისივე ჩემმა შვილებმა და ერთ-ერთი ხატი ჩემმა გვარის ორმა გერაძემა შეწირა ორმა საძმაკაცმა ასე რომ თქვა და ეხლა ხან აშენდა კიდე იქა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი. ესეც საზღვარზეა. ესეც საზღვარზეა, იქ ერთ კომპლექსია. ის თერგის გადაღმა, ის გადმოვა და ძალიან საინტერესო ის არის მოსანახულებელი რა. და იქ უნდათ რომელი დაერქვათ მარიამ ეგვიპტელი უნდა დაერქვათ თუ თამარ მეფე და მე რო შემეკითხეს მე ვთქვა თამარ მეფე დავარქვა და მე გავაკეთე თამარ მეფეს ხატი. და პატარა ტაძარია სხვა ეს არ გვაქვს სამწუხაროდ ვიდეო მასალა. ხო. და პატარა ტაძარია და კარგი დედათა მონასტერიც არის გვერდზე. და იქ არის ერთი კარგი ხალწერი კიდე ნათია გაბისონია კიდე ხო და თურმე ჩვენ Facebook-ის მეგობრები ყოფილვართ მაგრამ ისე მანამდე ისე პირადად არ ვიცნობთ ერთმანეთს და გავიცანეთ და მოგვეწონა რის ხატავს იქაურობას ის ხატმწერია კედლებს ხატავს რა ჩემი კიდე ხატწერა და ხატჭედო ეს დასაბრძანებელი ხატია კედელზე და ეს ყველაფერი შეწირა უკვე ჩემმა ორმა ბიძაშვილმა გერაძე, გოჩა გერაძემ და კობა გერაძემ. დიახ. ბატონ შალვა, თქვენი დაწერილი და მოჭედილი ხატი უნდა წააბრძანონ ბელარუსში. იქ მამა გაბრიელის სახელობის ტაძარი შენდება თუ უკვე აშენდა? უკვე მე მგონი აშენდა და აი ამ ხატის ირგვლივ ეს როგორ მოხდა? ვინ წირავს? იგივე ჩემი შვილების. აი ტაძარს რატომ აშენებენ? თუ იცით ამაზე? ნუ ესე იგი მიტო აშენებენ მე როგორც მაშინ გავიგე რომ აი იმ ბელარუს ხალხს უყვარს ქართველი ერი. მე ლუკაშენკოსგანაც მომისმენია ხარ ქართულ მამაკაცებზე რომ ვაშკაცები არიან ასეთები ქართველი ქალების ეს მომისმენია რაღაც ერთხელ რაღაცაში ჩვენი პატრიარქი რო ძალიან უყვარს გვინახავს ხო რა თქმა უნდა და იქ შარშან ჩემთან იყო ბერი ჩამოსული და მე ქართველი მეგონა აი შავი წვერით ახალგაზრდა მაღალი ბიჭი და მოყვა იგივე ჩემ ბიჭის მეგობარი ვინც ამ ხატებს წირავს გოგონ ქალბატონი და მითხრა ესო ბელარუსიო მითხრა და მე თქვი რომ ქართველს გავსკვა და რაში საქმე ასეო ტაძარს აშენებოდა ჩვენ სამეგობროს გვინდა გავაკეთოთ ბერი გაბრიელის ხატიო ბერი გაბრიელის სახელობის ტაძარი ასე რომ ვთქვათ ხო და გიგენაცვალი როგორ შეიძლება ან ვარი და ან იქ არის ყოლაპარაკი რაღაცა რამდენს მომცემ როგორ იქნება არაფერი და უკვე დასასრულს უახლოება ფაქტიურად და ცოტა ისეთი სამუშაოები დარჩა და ალბათ ზაფხულზე საბრძანდება რამხელა ხატი დაახლოებით მეტრა 10 თელიტანით არის თელიტანით არის პორტრეტი ერთ-ერთზე უფრო დიდი კიდე იმიტომ როცა ხატი პორტრეტი იკეთება მარტო საშუალებაა დიდად გააკეთო და როცა ფიგურა კეთდება სახე უფრო პატარა აქვს და იმიტომ რომ მე ყველას უჩვევ როცა პატარა ხატია მაინც პორტრეტი გაკეთეს რომ მეტად გამოიჩინოს ანუ პორტრეტი მიდის ხო წელზე ასე რომ წელზევით არის წმინდანი ბერი გაბრიელი და საბრძანება კიდე საინტერესოა ისიც ჩემი ბიჭის სამეგობრო აკეთეს კიდე სვანეთში
მეუფე ილარიონ ქართველი უნდა გავუკეთოთ კიდე, იმიტომ რომ მეუფე ძალიან მომწონს, ძალიან კარგი ადამიანია. დიახ. იქ გავიცანი მეც ძალიან მიყვარს მეუფე ილარიონ. მეუფე იობთან ერთად გავიცანი, პირველი დავითის მიბრძანებაზე ერთად იყო, ერთად ჩაატარეს წიროლოსო და იქ გავიცანი. მე სვანეთში ვიყავ, იქ დავახლოვდით კიდე და მაშინ შეპირით, მაგრამ მაშინ ვერ მოახერხეთ, გაგიდებოდა ახლა ვაკეთებთ ფეხზე დამდგარი ირანიონ ქართველი დაახლოებით 1.80 მ იქნება, დიდი ხატი იქნება ეს. და სად საკათედრო ტაძარში დააგზავნებთ ახლა და საკათედრო ტაძარში და მე იქ რო ჩავაბრძანეთ, მე ის თვითონ მეუფე რო შეხედავს იმან პატარა გვითხრა შედარებით მეტრამდე რო იყოს ესეთი ხო და ჩვენ დიდს ვაკეთებთ და უკვე მე ფორმიდან გამომდინარე თვითონ მოუძებნის კარგ ადგილს. გასაგები. ამასაც თქვენი შვილი და მისი მეგობრი. ჩემი შვილი. კიდე საინტერესოა ჩხოროწყუში საკათედრო ტაძარში 3 ხატია ჩემი. ჩხოროწყუსთან კავშირი კიდე ძალიან თქვენ ერთხელ იყავით ჩვენთან სტუმრად ალიკა წუწუმიასთან ერთად და ისაუბრეთ იქ ხელოვნების სკოლა გაქვს. შეგირდი ასე თქვენ მაშინ ისაუბრეთ ის გამგებელი როგორ მხარში გედგათ და ეხლა სხვა გამგებელია. თუ ამ საქმეში თქვენი თანამდგომი თუა დაახლოებით 3 წუთი დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე ამ თემით დავასრულოთ ამჯერად. აუცილებლად ეს რაღაცა გეგმაში მქონდა ეს მე თქვა აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ როცა ამ სკოლას ხსნით წინააღმდეგობა იყო, იმიტომ რომ რაიონში კი არა დიდ ქალაქებში არ არის ხანდახან ასეთი კომფორტი რომ სამხატვრო სკოლები და რაღაც და ძალიან პატარა რაიონია თვითონ ჩხოროწყუ, მაგრამ ძალიან ბევრი მაცხოვრებელია მჭიდროდ არის დასახლებული და ცოტა წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ მე უკვე მერი იყო უკვე დავით გოგუა, ბატონი დავით გოგუა, რომელიც დაგვიდგა ახალგაზრდა კაცია, დაგვიდგა გვერდში და გავხსენით ეს და ისეთი ჩქარა მივეცით უკვე მონაცემები, იმიტომ რომ დილნას აღამოდი ვხატავდით და ისეთი მონაცემები რომ გავაკეთე გამოფენა რომ მოვიდა მე ბატონი დავითი გაუკვირდა რომ ასე მოკლე ხანში ამდენი ნახატი როგორ შექმნეს ბავშვებმა, მაგრამ მე პედაგოგური გამოცდილებაც მაქვს ჯერ კიდევ ბავშვობიდან, სულ ვასწავლდი ბავშვებს სკოლაშიც, სამხატვრო სკოლაშიც, აკადემიაში მხატვრები ყავს გაზრდილი, დღეს ჩემ გვერდით პროფესორი აკადემიიდან მთავრობელი, ასე რომ ვამზადებდი ბავშვებს 5 საგანში ამ ხატვის ფიგურის დახატვა, პორტრეტის დახატვა, ნატურმორტი, რა ვიცი, ბევრ რაღაცაში და იქაც გამოვიჩინე გამბავი, მერს უთხარი რომ ჩვენ შეგვიძლია ეს და მართლა ნახა ეს ყველაფერი. ახლა გავიდა დრო, ერთი წელი იყო, მე ჩვენი წელიწად ნახევარი შეიცვალა ახალი არჩევნები და მოვიდა ბატონი ჯუმბერ იზორი, ასეთი პიროვნება არის, რომელიც მანამდეც ვიცნობდი ჩვენ ამ შეხვედრებზე იქა, სხვა შორის ჩოხის უყვარს სიარული, შარშანწი მე შევწირე, იქ ოცინდალის მამასთან მონასტერია, ღვთისმშობელი ივერიის ღვთისმშობელი შევწირე და იქ ამოვიდა ცხენით და ჩოხით. გამგებელი თუ ჯერ მაშინ არ იყო და ეხლა უკვე მე რა ვიცოდი და ვინ რა იცოდა, ეხლა არჩევნებზე გაიმარჯვა თუ მონაწილეობდა, დღეს არის ბატონი ჯუმბერი მერი. ახლა ჩვენ იქ ადგილი არა გვაქვს და ხანსად შეგუშვებენ, ხანსად შეგუშვებენ და ერთმა დაგვითმა ერთმა კარგი ადგილია და ვხატავ და მე ვთხარი მოვიწვიოთ ახლა ბატონი ჯუმბერი ვანახოთ იქნებ არ ვარგვა ჩვენი მოსწავლეები და ჩვენს და ვერ წავედით წინ თქო და გავუკეთეთ სახელმძახელო გამოფენა ბავშვებიც მოვიწვიეთ, სწავლება მიდის და მოვიდა ბატონი ჯუმბერი და რამდენი ბავშვი დაინახა, რამდენი ნახატები ნახა, მოეწონა ყველაფერი და ბავშვებს შეეკითხა როგორი პედაგოგები ხავთო, ყველაფერი გამოცდილი კაცია და ძალიან ისეთი კრიტიკული ისინი დაგვისვა ყველას რა. და ჩვენს ახლა გავეცით პასუხი და ჩვენ გაჩერებული ვიყავ და კედლები ლაპარაკობდნენ, ფერწერა იყო, გრაფიკა იყო, ესე იგი ყველაფერი იყო დახატული და მე შეგვიკითხა მე რას ვთხოვთახლაო. ძალიან სწრაფად უნდა მითხრათ ვასრულებთ. რას ხო და ჩვენ თქვენი მოღვაწეობის პერიოდში ოღონდ გავხსნათ ერთი სამხატვრო სკოლა, კარგი პატარა შენობა, ჩავიფიქროთ. პატარა სულ პატარა შეიძლება 20 კაცს დაეტიოს, მაგრამ მოდის სკოლაში. კარგია და დაგვიქნია თავი და რა ვიცი, აწი თუ გააკეთებთ. დანარჩენი შემდეგ გადაცემაში გვითხარით. გადაცემა მემკვიდრეობა დასასრულს მიუახლოვდა, შეგახსენებთ, რომ გადაცემის სტუმარი გახლდათ ხატმწერი, ხატმჭედი ბატონი შალვა გერაძე. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი, მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.